ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას SQL მონაცემთა ბაზების სამყაროში და ახლა ამ გაკვეთილში უნდა ვისწავლოთ, როგორ შეიძლება გაცილებით მეტი ინფორმაციის ჩამატება ჩვენს მონაცემთა ცხრილში, ოღონდ ისე, რომ ხელით არ გვიწევდეს ამ მონაცემების შესაბამისი, ასე ვთქვათ, სტრიქონების ჩასამატებელი ინსერტების წერა. ჩვენ აქამდე ვნახეთ ხელით როგორ შეიძლება ერთი სტრიქონის ჩამატება, ასევე ვნახეთ ხელით როგორ შეიძლება insert into query-ს გამოყენებით რამდენიმე ერთდროულად ჩამატება, მაგრამ ყველა ესეთ სიტუაციაში ასევე აღმოვაჩინეთ, რომ რეალურად ჩვენ ხელით გვიწევს დავწეროთ ყველას შესაბამისი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია სადღაც სხვაგან მაქვს, უკვე გამზადებულია, უკვე რაღაცნაირად შევაგროვე მოკლედ წინასწარ და მინდა რომ ჩვენს მონაცემთა ბაზაში გადმოვიტანო, ანუ რეალურად არ დავხარჯო ის დრო, რომ თითოეული, რავი, ასობით თუ არის მაგალითად 1000-ობით, ზოგჯერ მილიონობით გააჩნია რას ვაკეთებ. მაგის შესაბამისად შეიძლება ისეთი სიტუაცია აღმოჩნდეს, რომ უბრალოდ ხელით ვერ ავკრებ. მაგრამ რამე ფაილში თუ მაქვს, მაგალითად Excel-ის ფაილში, ან Spreadsheet-ის ფაილში, ხო? ამ შემთხვევაში შემიძლია ამ ფაილში არსებული ინფორმაცია Excel-იდან ან Google Sheet-იდან გავაექსპორტო CSV ფორმატში. CSV ნიშნავს comma separated format. Comma separated values. რაც ნიშნავს, რომ მძიმით გამოყოფილი მნიშვნელობები. აი ამას ნიშნავს CSV. C ნიშნავს commas, მძიმე, separated გამოყოფილი values მნიშვნელობები. მოდით ახლა ვნახოთ, როგორი ფორმატია CSV ფორმატი და მერე უკვე ვნახოთ რეალურად რაში შეიძლება გამოგვადგეს ეს ფორმატი და როგორ შეიძლება მონაცემები ავტომატურად დავაიმპორტოთ. შვენიერი. გადავიდეთ ჩვენს სკრინზე და აი აქ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აი CSV ფორმატი გამოიყურება აი ასე. ნახეთ? პირველი სტრიქონი არის ეს. პირველი სტრიქონის ID-ს შესაბამისი ჩანაწერი value, ანუ მნიშვნელობა მძიმით არის გამოყოფილი შემდეგი უჯრისგან ფაქტობრივად. მერე title ასევე მძიმით არის გამოყოფილი შემდეგი უჯრისგან. მერე შემდეგ აი ეს ნომერი კონკრეტული ხელოვნების ნიმუშის მძიმით არის გამოყოფილი შემდეგი უჯრიდან და ბოლოს უკვე გვაქვს თარიღი. შესაბამისად, აი აქ რო შეხედოთ სათაურებს ამ ჩვენი სვეტების, შეიძლება ესე განლაგებული ვერტიკალურად ერთმანეთთან გასწორებული არ არის, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი რა არის, რომ რეალურად აქაც მძიმეები გვაქვს სათაურებზე გამოყოფილი ID, title, extension number და acquired, რაც ეს ის ველებია ზუსტად, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა და რასაც ჩვენ აქამდე ვიყენებდით და რეალურად ახლა ჩვენ გვჭირდება რომ მივხვდეთ როგორ არის ეს ფაილი რეალურად დალაგებული. როგორ არის? როგორ და აი ეს პირველი სტრიქონი რაც არის სინამდვილეში ეს არის სათაურების სტრიქონი, header-ია, header-ს ეძახიან ამას და header-ში ID-ს, ანუ პირველ სათაურს ან მძიმემდე რაც წერია პირველ მძიმემდე რაც წერია ის არის პირველი სათაური, ანუ პირველი სვეტის სათაურია, ფაქტობრივად პირველი სვეტის სახელია, ისაც პირველ მძიმემდე წერია. შესაბამისად, ამას შეესაბამება უკვე შემდეგ სტრიქონში პირველი მნიშვნელობა პირველ მძიმემდე. შემდეგ სტრიქონშიც პირველი მნიშვნელობა პირველ მძიმემდე და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე title მოდის. Title არის უკვე მეორე მნიშვნელობა. ანუ ჯერ ერთი სვეტი იყო, მძიმე იყო და შემდეგ მეორე სვეტია title. შესაბამისად, აქ უკვე ამ title-ს შეესაბამება profusion of flowers, ხო? მძიმე profusion of flowers. მძიმე farmers working at dawn. მძიმე spring outing. ესენი ყველანი არის შეესაბამება title სვეტს. წარმოიდგინეთ, რომ სინამდვილეში წარმოდგენაც კი არ გინდათ სინამდვილეში Excel-ის ცხრილი თუ გინახავთ, ეს არის Excel-ის ცხრილი, უბრალოდ space-ები დალაგებულია ისე, რომ უფრო გასწორებულია სვეტები ერთმანეთთან და ასე ვთქვათ, თვალისთვის უფრო მარტივად დასანახი რო იყოს, თუმცა სინამდვილეში აი ასე არის განლაგებული თითოეული აი ეს მძიმიდან მძიმემდე სივრცე არის სინამდვილეში ერთი ცალი უჯრა. ესე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. და როგორ შეგვიძლია ახლა ჩვენ ეს
ასეთი ფაილი ასეთ ფორმატში გაექსპორტებული ნებისმიერ Excel-ის ფაილს თუ Google Sheet იქნება თუ ნებისმიერ ასეთ იმას რა ქვია პროგრამას აქვს საშუალება რომ CSV ფორმატში გააექსპორტოს ნებისმიერი ინფორმაცია რომ შეხვალთ შესაბამის მენიუში ექსპორტს აერჩევთ და მიუთითებთ რომ CSV-ით გინდათ რომ გააექსპორტოთ და შეგეძლებათ რომ გააექსპორტოთ რა. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ მე გეტყვით როგორ უნდა გადმოწეროთ კონკრეტულად ეს CSV ფაილი. მაგრამ ისე ზოგადად გახსოვდეთ რომ თქვენი ინფორმაციაც რომ გქონდეთ, შეგიძლიათ Excel-ის ფაილიდან გააექსპორტოთ და შემდეგ ეხლა ვნახავთ როგორ შეიძლება ამის დაიმპორტება მერე უკვე ჩვენს მონაცემთა ცხრილში. ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ამისათვის დაგჭირდება წერტილი იმპორტ ბრძანება, რომელიც არ არის დამახასიათებელი ზოგადად SQL-ისთვის, არამედ SQLite-ის კონკრეტულად ამ ვერსიის SQL მონაცემთა ბაზის მენეჯმენტ სისტემისთვის არის დამახასიათებელი. სხვა, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზებში სხვა ტიპის შეიძლება შეგხვდეთ იმპორტთან დაკავშირებული რაღაცები, მაგრამ აი SQLite-ში იმპორტი ჰქვია. და იმპორტს აქვს როგორც მინიმუმ აი ეს ორი ცალი, ასე ვთქვათ, არგუმენტი. -CSV, ანუ -CSV, რაც ნიშნავს, რომ ამით ეუბნებით, რომ ეხლა ჩვენ ვაიმპორტებთ CSV ფაილს, შემდეგ -skip და 1. skip არის გამოტოვე, 1 რაც შეიძლება ნიშნავდეს. მოდით ახლა დავაკვირდეთ აი ისევ აი ამ კონკრეტულ სიტუაციას და აი აქ რომელი ასე ვთქვათ სტრიქონია ისეთი, რომლის მონაცემთა ბაზაში ჩაწერაც არ მოგინდებოდათ. კარგად რომ დააკვირდეთ, მიხვდებით რომ ესეთი სტრიქონი არის სინამდვილეში აი ეს სათაურების სტრიქონი. ეს უბრალოდ სათაურების სახელებია და ამის ჩაწერა ერთ-ერთ სტრიქონად არ მოგინდებოდა, ხო? შესაბამისად, აი პირველი სტრიქონი რადგან ეს არის, იმის მიუხედავად რომ ეს სათაურებია, ესე პირდაპირ შეიძლება არც იცოდეს SQLite მონაცემთა ბაზამ, რომ ესენი სათაურებია. მე ვნახავთ ეს როგორ შეიძლება და რადგანაც შეიძლება რომ ავტომატურადაც ესე ხდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს არ იცის, რომ სათაურებია და ჩვეულებრივ როგორც მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ხაზები, რომლებიცაც ახლა ეკრანზე ხედავთ, როგორც ესენი, ისევ იგივენაირ შეიძლება სტრიქონად აღიქონდეს აი ამ პირველ ხაზსაც. ამიტომ წერთ skip 1, მეუბნებით რომ გამოტოვე 1, ანუ პირველი ხაზი გამოტოვე და ეს პირველი ხაზი არ დაიმპორტო და დაიმპორტება დაიწყე უკვე პირდაპირ მეორე ხაზიდან. შვენიერი. ეს გავაკეთეთ და რეალურად გვაქვს ხო, ეს გავაკეთეთ და რეალურად გვაქვს ეს სიტუაცია, რომ დავაიმპორტებთ ახლა მონაცემთა ბაზაში აი ამ ფაილს. მაგრამ მოდით ახლა ნახოთ როგორ შეიძლება ამის მართლა გაკეთება ჩვენი ხელით, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ. პირველ რიგში გავხსნი აი ამ კონკრეტულ საიტს, სადაც ახლა მე რა გაკვეთილსაც ვკითხულობ. ეს გაკვეთილი რეალურად აი ამ ლექციიდან არის ამოღებული, ინგლისური ვერსიის ქართულ ვერსიას გიკითხავთ ახლა. ეს არის, რა თქმა უნდა, გრძელია გაცილებით, ვიდრე ეს ჩემი გაკვეთილი, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვაკეთებთ, რომ აქ მთლიანად მთელი თავის, ასე ვთქვათ, მასალა ამოცემული ერთ ვიდეოში საათი და 43 წუთია. მე ამას ვყოფ პატარ-პატარა ვიდეოებად და ქართულად ვაკეთებ უკვე დაყოფილს, ხო? შვენიერი. მაგრამ ნახეთ, აი ყოველი ასეთი ვიდეოს ქვეშ, აი ამ კონკრეტული ამ თავის, ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ახლა აი ამ მესამე თავზე, მენოლე პირველი, მეორე, მესამე, აი ამ თავის ქვეშ, ამ ვიდეოს ქვეშ არის დამატებითი აი ესეთი სექცია how to download lecture source code into Visual Code 1, ასე ვთქვათ. ეს არის და შეგვიძლია აი აქედან პირდაპირ აი ეს SRC zip ფაილი გადმოვწეროთ და ამ zip ფაილში არის ყველა ის SQL კოდი და დამატებით ფაილები, მათ შორის ის CSV ფაილი, რომელიც სლაიდზე ვნახეთ, რომელსაც მე და აი ეს ინსტრუქტორი აქ ვიყენებთ. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია აი აქ source code აი ასეთი სივრცეა, აი ეს შეგვიძლია ჩავშალოთ, ეს source code სივრცე და გავხსნათ ინდექსი. აი ეს არის ინდექსი. აი ამ ინდექსს თუ გავხსნით, აქ აღმოვაჩენთ ყველა იმ ფოლდერს და ფაილს, რომელსაც იყენებენ, ასე ვთქვათ, Harvard-შიც და ჩვენც მეც ვიყენებ ხოლმე, როცა თქვენ რაღაც მაგალითებს გაჩვენებთ. აი აქ import folder-ში
ამ თავის import folder-ში არის import 0, import 1, იმიტომ რომ ორჯერ დავაიმპორტებთ ახლა ამ თავში რაღაცებს, ამ გაკვეთილში ერთხელ და მე კიდე შემდეგ გაკვეთილში კიდევ ერთხელ სხვანაირი ფორმატით დავაიმპორტებთ რაღაცებს, ამიტომ import 0 შეგვიძლია ვნახოთ რა ხდება import 0-ში და აქ გვაქვს SQL ფაილი, რომელიც ამ თუთას არ მჭირდება, მაგრამ აქ ნახეთ MFA CSV ფაილიც მაქვს. რაც იმის საშუალებას მაძლევს, რომ მე ეს ფაილი გადმოვწერო და ჩავიწერო ჩემს, ასე ვთქვათ, კომპიუტერში. ამის გაკეთება ბევრნაირად შემიძლია, მაგალითად შემიძლია ავიღო აი ეს კონკრეტული MFA CSV ფაილი, დავაკლიკო და პირდაპირ გადმოწერას შემომთავაზებს. ან ამის ბმული ავიღო, copy link address, წავიდე ჩემს ედიტორში, აი აქ დავბრუნდე, აი აქ SQLite-დან გამოვიდე, ჩემს ტერმინალში, ავკრებ widgets და აქ დავაფეისტებ, შეგიძლიათ აი ესეთი paste-ით გააკეთოთ, მე Mac-ზე ვარ და command V-ც მუშაობს, თუ Windows-ზე ხართ command shift V იმუშავებს. დავაფეისტოთ და მარტო ეს ამ ფაილის გადმოწერა თუ გინდათ და არა იმ მთელი zip ფაილის გადმოწერა, რომელშიც ყველაფერია. ამ შემთხვევაში ამას გავუშვებთ და რეალურად აი აქ უკვე გადმოიწერა ეს კონკრეტული ფაილი MFA CSV. შემიძლია გავხსნა ეს ფაილი და აი აქ უკვე როგორც ხედავთ, როგორც სლაიდზე მქონდა აი ეს ფაილი, აი ეს მონაცემები, ზუსტად ეს მონაცემებია, უბრალოდ გაფერადებულია, იმიტომ რომ CSV-ს ჩემი ედიტორი აფერადებს, რომ მივხვდე, რომ კონკრეტულად აი ეს ამ ველის შესაბამისი ველიუები ესენია, მნიშვნელობები, აი ლურჯი titles შეესაბამება ეს ლურჯები, ყვითელს შეესაბამება ეს ყვითლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. CSV Rainbow ქვია მე მგონი ამ extensions, რომელიც VS Code-ში შეგიძლიათ დააყენოთ, არ მახსოვს ზუსტად სახელი. მაგრამ ხო, ანუ თავარი მუღამი რა არის, რომ ეს ყველაფერი ეხლა უკვე მე მაქვს უკვე ლოკალურად გადმოწერილი. ამის გარდა, ახლა მე შემიძლია აი ასეთი რაღაც გავაკეთო. მოდით ავდგეთ და აი ეს წინა გაკვეთილზე შექმნილი MFA-DB, რომელიც გავაკეთეთ, ეს წავშალოთ. ახლა უკვე შეგვიძლია გავხსნათ ახალი MFA-DB მონაცემთა ბაზა და ამ გახსნის მომენტში შეიქმნება ახლიდან ეს სრულიად ცარიელი. გავხსნათ, კი ბატონო. ნახოთ რომ ნამდვილად ცარიელია. კი ბატონო, ნამდვილად ცარიელია, არანაირი ცხელი არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რომ ეს სტრუქტურა ისევ ავსახოთ. აქ ჩვენი ეს სქემა SQL ფაილი ისევ უნდა წავაკითხოთ. რომ მე ამ collections მონაცემთა ცხრილში მოვახერხოთ და შემოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვინდა. მშვენიერი. ამისათვის გავაკეთოთ read schema. read schema SQL გავუშვათ. არაფერი არ მოხდა, რაც კარგის ნიშანია, როგორც გახსოვთ. schema გავუშვათ და მშვენიერი. ახალი ცხრილიც გვაქვს. ახლა უკვე tables რო ავკრიფოთ, ნამდვილად ახალი ცხრილი გვექნება. ძალიან კარგი. ახლა მოდით ავდგეთ და აი ეს import ბრძანება გამოვიყენოთ. import CSV skip 1, ანუ უთხრათ რომ პირველი ფაზი გამოტოვოს. ასევე უნდა უთხრათ, აქ სლაიდზე მართალი არ წერია, მაგრამ ასევე უნდა უთხრათ, რომელი ფაილიდან ვაიმპორტებთ, MFA-CSV, ეს უნდა უთხრათ და ასევე უნდა უთხრათ, რომელ მონაცემთა ცხრილში ვაიმპორტებთ, ამ შემთხვევაში collections. აი ეს. მშვენიერი. ახლა ამ წუთას მე ამას სპეციალურად არ გავუშვებ, იმიტომ რომ მინდა რომ გაჩვენოთ მანამ სანამ გავუშვებ, რომ ის ნამდვილად ცარიელია ეს ცხრილი select all from collections. როგორც ხედავთ, ცარიელია. ახლა მოდით ვცადოთ import-ის გაშვება. import -csv -skip პირველი გამოვტოვოთ. ეხლა უნდა უთხრათ MFA CSV ფაილის სახელი და ახლა უნდა უთხრათ რომ collections მონაცემთა ცხრილში ჩაგვიწეროს. ის ყველაფერი, რაც სინამდვილეში აი აქ, უბრალოდ აი აქ, აი ამ ფაილში წერია, ხო? გავუშვათ, კიდევ არაფერი არ გვაჩვენა ეკრანზე, რამე შეცდომა, ეს ნიშნავს, რომ კარგად არის ყველაფერი და მოდით ახლა ისევ ის select-ი გავუშვათ, რომლის შედეგადაც წეღან არაფერი არ დაგვიბრუნდა, როგორც ხედავთ, ხო? აბა ახლა ნახოთ. და როგორც ხედავთ, უკვე 5 ჩანაწერია ჩვენს მონაცემთა ცხრილში.
mode-ი გადავიყვანოთ table-ზე, უფრო კარგად რომ ვნახოთ. გავუშვათ, პრინციპში გავასუფთავოთ და თავიდან გავუშვათ და როგორც ხედავთ, შენარჩუნებულია ID, title, accession number, acquired და ასე ვთქვათ. სვეტების შესაბამისი მნიშვნელობები ისე როგორც საჭირო იყო. ანუ ახლა ჩვენ აი ამ ჩვეულებრივ CSV ფაილში რომელიც შეიძლება თქვენ რომელიმე Excel-ის ან რომელიმე სხვადასხვა სისტემიდან შეიძლება გააექსპორტოთ ხოლმე, სხვათა შორის CSV ფაილში ძალიან ბევრი სისტემას აქვს გაექსპორტების საშუალება, მაგალითად თუ ვებგვერდები გაგეკეთებიათ რაიმე ტიპის WordPress-ის გამოყენებით, WordPress-ს აქვს საშუალება რომ CSV-ით გააექსპორტო და ზოგადად CSV ძალიან საინტერესო კარგი ფორმატია, ბევრგან გამოიყენება. შესაბამისად, უამრავ სისტემაში ექნება საშუალება რომ მონაცემები CSV ფორმატში გააექსპორტოთ. და თუ გააექსპორტებთ CSV ფორმატში, მერე ეს ნიშნავს ესე იგი, რომ შეგეძლებათ, რომ ნებისმიერ SQL-ით მონაცემთა ბაზაში დაიმპორტოთ იმპორტ ბანების გამოყენებით. მშვენიერი, ესეც ჩვენი იმპორტი. შემდეგ გაკვეთილში უკვე იმპორტის ცოტა უფრო კიდევ კომპლექსურ ვერსიაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ამ გაკვეთილში რეალურად სულ ეს იყო. იმედია, სასარგებლო იყო და იმედია მოგეწონათ და როგორც ყოველთვის დალაიქეთ ვიდეო, დაგვისაბსქრაიბდით არხზე, ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი. კომენტარებში კიდევ თქვენი აზრის გამოთქმა არ დაგეზაროთ, ყოველთვის პირადად სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს პოზიტიურ კომენტარებს და ძალიან მახარებს ის რომ ამდენი საინტერესო ადამიანი გროვდება ჩვენი არხის ირგვლივ. აბა, დროებით და წარმატებებს გისურვებთ, შევხვდებით შემდეგ გაკვეთილში ძალიან მალე. დროებით.